გამარჯობა, დღეს 1 სექტემბერი 2025 წელი, თქვენ უყურებთ პროექტ შემოწმებით ნახიჯარი, მე რატივარ მუნჯერი ჟურნალისტი და ტრადიციულად გადალიგის მთავარ სერჟანტ თორნიკე ფარაძესთან ერთად და დღეს სპეციალისტ მარკოს გიგაინაშვილი შეიარაღების ექსპერტი, ესე ვთქვათ, ხო? და ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, შეიარაღებაზე, ვისაუბრებთ ქართულ საქართველოს შეიარაღებული თავდაცვის შეიარაღებაზე და ასევე ქართულ სამხედრო წარმოებაზე, თან წინა ეპიზოდის ბოლოსკენაც მაინც რაღაცა ქართულ დრონებზე გაკეთეთ შევეხეთ და დღეს გადმოვიტანეთ ეს თემა ბავშვებით. გამარჯობა, მადლობა რომ მოხვედით. როგორ ახართ დაშვებით? შესანიშნავად, განწყობით. შემართებით. შვენურად. აი, მოდი დავიწყოთ პირდაპირ და რადგან წინა ეპიზოდი ვახსენეთ, წინა ეპიზოდის ბოლოს საუბრობთ, რომ რაღაც დრონებზე შევეხეთ და ქართულ სამხედრო წარმოებაში დრონების თუ გვაქვს თუ გქონია თუ არის პერსპექტივა? კი, ცოტა ისეთი იურცელი თემაა და შევეცდები რომ შენი ფორმატიდან გამომდინარე ცოტა ეს მოკლედ ლაკონურად. ესე იგი, ადგილობრივი წარმოების დრონების მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების დრონების ისტორია იწყება 2010-11 წლებიდან. ეს არის ის პერიოდი, როდესაც აი ფეხში დგავდა განახლებული ქართული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ყველამ გაიცნო დელტას სახელით, რეალურად დელტას იქითაც არის გარკვეული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დაქვემდებარებული ორგანიზაციები, რომელიც ავიაციის მიმართულებით წლებია მუშაობს, იგივე თბილავი ამშენი, რომელიც სამართალ მემკვიდრეა, ხო? თბილისის საავიაციო ქარხნის და უდიდესი ისტორია აქვს პრაქტიკულად კავკასიაში. ეს არის ერთი კომპანია, რომელიც მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ავიაციის მიმართულებით მუშაობდა, ჯერ კიდე პირველი მეორე თაობის ტურბოხრახნიანი გამანადგურებელი, შემდეგში ცივი ომის პერიოდის თვითმფრინავები, MiG-21 გამანადგურებელი, Su-25 ტიპის მოიერიშე, რომელიც ამ ჩვენი საავიაციო თბილისის საავიაციო ქარხნის ერთგვარი სიმბოლო არის. შესაბამისად, ავიაციის მიმართულებით სპეციალისტები საკმაოდ ისეთი დიდი რაოდენობით იყო ყოველთვის საქართველოში, ასევე ამას ხელს უწყობდა თბილისში არსებული საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, სადაც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მზადდებოდნენ. შესაბამისად, 2010-11 წლების პერიოდისთვის და ეხლაც თავისთავად საქართველოში იყვნენ და არიან სპეციალისტები, რომლებსაც მთელი რიგი სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა სივრცეში და მანძილებზე მოქმედი და სხვადასხვა ტექნოლოგიური დონის უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობა შეეძლოთ, როგორც მისი მზა აპარატებზე, მისი ექსპლუატაციის მიმართულებით სიტყვაზე, მოდერნიზაციის მიმართულებით, ასევე ახალი სისტემების პროექტირება შექმნის მიმართულებით. რა ტიპის, პირველად რა ტიპის იმაზე დაიწყეს უპილოტოებზე მუშაობა, მე რაღაცა კადრებად მახსოვს. კი, სუონები ეს გახსოვდება ის პერიოდი 10-11 წელია, ხო, ეს როგორც მახსოვს. 10-11-12. და კიდევ ერთი კითხვა შევაშოვოთ, ანუ ეს სრულად ქართულია, ხო, როგორც მოუყევით ეხლა საქართველოში არსებული და კიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე და როგორ იყო იცით, ეს იყო ესტონური კომპანია ელი, კომპანია ელი გეცოდნება შენ განსაკუთრებით კავშირებს ვიხსენებ ხა. ალფონსის სიმულაციური სისტემა მაგალითად ელის შემუშავებული არის, იგივე ჰარდის სისტემებიც და სხვა სიმულაციურ საწვრთნელ სისტემებზე, ლაზერული სიმულაციის სისტემებზე და ასევე დრონების მიმართულებით თაც არის მათი მუშაობის, ასე ვთქვათ, ოპერირებენ დრონების მიმართულებითაც და ეს პროექტი იყო Sony-ის პროექტი, რომელიც ესტონეთში შემუშავდა და Sony-ის ლიცენზირებული ქართული კონფიგურაცია იყო ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც იმ წლებში იქნა გამოჩენილი. რა დანიშნულების? კი, ეს იყო სადაზვერო მსუბუქი წონითი კატეგორიით, ну, მთლად აი მინიმალისტური დრონი არის, ანუ მანდაც ძალიან ბევრი კატეგორიები არის შედარებით ახლო მანძილზე სიტყვაზე ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი დრონები, მაგალითად ესეთი ორბიტერები, ებრაული ორბიტერი, ესეთი ფართოდ ცნობილი დრონი არის Skylark-ები, რომელიც ჯარშიც ჩვენ წლებია. სხვადასხვა ხა ის გავაკეთოთ, ანუ ზოგადად გამომდინარე იქნება ჩვენ სამხედროების გიყურებენ და არა სამხედროების, რომლებსაც წარმოდგენა აქვს საერთოდ რა ტიპის დრონზე ვსაუბრობთ. დამკვიდრებული დრონის სურათი ხა როცა ახსენებ
ესე რომ ვთქვათ, არასამხედროებთან რაღაცნაირად შეიძლება DJI-ის ტიპის დრონი წარმოიდგინოს. ეგ რო განვარტოს შესაძლებელია ვიდეოში განსხვავებით ჩავთვალოთ. სულათები, ხო, დრონები ზოგადად ტერმინი დრონი ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს, მათ შორის არის სახმელეთო რობოტიზებული სისტემებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ დრონების ერთ-ერთ ვიწრო მიმართულებაზე, უპილოტო საფრენი აპარატები. აქაც კიდე ბევრი სხვადასხვა კატეგორიებია. ესე იგი, ეს სვონის ქართული კონფიგურაცია გარკვეული მოდიფიცირებებით იყო, რა თქმა უნდა, ჩვენთან ხდებოდა აწყობა და პერსპექტივაში იყო დაგეგმილი, რომ სრულად საქართველოში მომხდარიყო მათი წარმოება 100% დეტალების ახლა შეიძლება აქ არ დამზადებულიყო სიტყვაზე ძრავები, მაგრამ ნუ ეს მოსული ამბავი არის, რომ სხვადასხვა კომპანიებისგან ნაკიდი კომპონენტებით ან რაღაცა ერთი კომპანიის მიერ მოწოდებული კომპონენტებით და ნაწილი შენს მიერ დამზადებული კომპონენტებით ადგილზე მოახდინო აწყობა. დიდი სერიოზული კომპანიებიც ესე მუშაობენ დივერსიფიკაციის ამბავშიც ძალიან ესეთი მოხერხებული მეთოდი არის ზოგადად ეს ამის წარმოების დროს. ესე იგი, სვონები იქნა გარკვეული რაოდენობა წარმოებული, იტესტებოდა, ეს იყო ოპერატიულ სიღრმეში მოქმედი, ну, უფრო აი ოპერატიულ ტაქტიკური დონე რო ვახსენოთ, ოპერატიულ ტაქტიკური დონის სადაზვერო უპილოტო საფრენი აპარატი, ამას არ ქონდა რაღაც არანაირი კამიკაძე ან დამტკმელი ფუნქცია. უფრო იყო მსუბუქი წონითი კატეგორიით, მაგრამ ცოტათი უფრო მძიმე კატეგორია, ვიდრე აი ეს ორბიტერი, რომელიც ვახსენე, ან იგივე Skylark-ი, რაც ჩვენთან ფართოდ არის ცნობილი, მაგრამ თლად ის კატეგორია არა, რაც სიტყვაზე ბაირაქტარია, ან ამერიკული მძიმე რიპერები და ასე შემდეგ. ის კიდე ცალკე კატეგორია. დავაზუსტოთ ოპერატიულ ტაქტიკურ დონეებისთვის გასაგებია, ვისაც არ არის კილომეტრებით, აი რამდენი კილომეტრის სიღრმეში ძალიან უხეშად. ეგ ზოგადად ამ სივრცეების და მანძილების განსაზღვრებაზე პირდაპირ მოქმედებს და დამოკიდებული არის კონკრეტული სახელმწიფოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ხო, სამხედრო პოლიტიკურ გეოგრაფიულ მოწყობაზე. ძალიან უხეში განსაზღვრებებით შეგვიძლია გავაკეთოთ, აი ტაქტიკური სიღრმე სიტყვაზე მთავრდება 30 კილომეტრი, შეიძლება 50 კილომეტრამდეც იყოს ტაქტიკური სიღრმე სივრცე. მაგის იქით უკვე არის გარდამავალი სივრცე და სიღრმე ეს ოპერატიულ ტაქტიკური საბჭოთა არმიაში, აი უფრო ცივი ომის პერიოდის ტერმინი არის ეს მთელი რიგ შეიარაღებულ ძალებში დღესდღეობით ხო თანამედროვე მსოფლიოში, სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ოპერატიულ ტაქტიკურ სივრცეს და სიღრმეს საერთოდ არც მოიაზრებენ, ტაქტიკურიდან პირდაპირ ოპერატიულზე გადადიან. ნუ ოპერატიული, ესე იგი უკვე ტაქტიკური მთავრდება, შემდეგში გადადიხარ ოპერატიულში, ეს ოპერატიული ზოგ შემთხვევაში 150 კილომეტრი იყო, ზოგ შემთხვევაში 500 კილომეტრამდეც ადიოდეს რა. უფრო გავამარტივოთ. გორში რო ავაფრინო, რას დავზვერა? ცხინვა, ჯავას დაზვერავდა, მაგ კონკრეტული უპილოტო საფრენი აპარატით გააჩნია ფრენის როგორ რეჟიმში ამუშავებს, შეიძლება ჩრდილო კავკასიაშიც შეიხედო, ოღონდ გააჩნია საიდან გაუშვებ მოკლედ რა, ნუ ბევრ რაღაცა ჩვენი კონტროლირებული ტერიტორიიდან შეგვიძლია პოტენციური მტრის ხო, აი მოკლედ ზუგდიდიდან რო ააფრინო, სიტყვაზე სოხუმს დავზვერავ რა. ხო. რა დამცავი საშუალებები ქონდა ამ დროინს, ანუ ამდენად ადვილი იყო მისი აღმოჩენა. ეხლა ეგ თემა ძალიან დეტალებში რო განვავრცოთ, იმდენად სპეციფიური თემა არის, რომ ვერაფერს ვეღარ გაიგებენ შენი მაყურებელი სპეციალისტების გარდა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა სუპერ თანამედროვე და ძალიან მაღალი შესაძლებლობების მქონე დრონი იყო რაღაცა საშუალო ტექნოლოგიური კატეგორიის დრონი, გიროსტაბილიზებული სადაზვერო გიმბალით, რომელსაც ლაივ რეჟიმში დატალენკით შეეძლო ვიდეო გამოსახულების გადმოცემა, სიტყვაზე სტანდარტულ სიტუაციაში артиლერიის კორექტირება გაგეკეთებინა, როგორც ლულიანი артиლერიის, რეაქტიული артиლერიის, მისი ფრენის მანძილი, ოპერატიული რადიუსი იძლეოდა საშუალებას, რომ სიტყვაზე პრაქტიკულად ყველა ტიპის საარტილერიო სისტემის ცეცხლის კორექტირება გაგეკეთებინა, რაც სიტყვაზე ჩვენ გვაქვს შეიარაღებაში, ან გქონია ოდესმე სიტყვაზე და იგივე ის წარმოიდგინე, რომ ჰაიმარსი გქონდეს, რომელიც მაქსიმალურ მანძილებზე ჩვეულებრივი რაკეტებით 80-85 კილომეტრზე მუშაობს, აი მაგისი ცეცხლის კორექტირებაც შეგიძლია. ამ დრონს ქონდა ასევე მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის ფოტოაპარატის დამონტაჟებული, სხვათა შორის ეს რაღაცა ნოუ-ჰაუ არ არის, მაგალითად ფოტოაპარატი ბევრ სადაზვერო დრონზე არის დამონტაჟებული, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში უღებს მაღალი გარჩევადობის სურათებს. ეს არის ისეთი ტიპის სურათები, რომელსაც ლაივ რეჟიმში დატალენკით ესე მომენტალურად ვერ გადმოგცემს, იმიტომ რომ დიდი რეზოლუციის, დიდი ხარისხის სურათებია და ავტონომიურ რეჟიმში, მაგალითად მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზის თავზე რაღაც დროის განმავლობაში იფრენს, გადაუღებს დეტალურ სურათებს, დაბრუნდება და შემდეგში ამოიღებს
ვაყენებ ამას ჩიპიდან და live რეჟიმში გავწვის იმ გამოსახულების ისეთი გამოსახულების ვიდეოს, რომელთაც სიტყვაზე ტექნიკის გარჩევა, ტანკია, BMP-ა, BTR-ია მარტივად გარჩევა. ჩვენ საუბრობთ 12-14 წლის წინანდელ ამბავზე, რაც მისი საწინააღმდეგოს და არსებული საშუალებების დახვეწა მასმერე აი მასმერე გადავა თუ იყო ინტეგრირებული წვრთნებში, ანუ პირადად შენ შეიძლება არ გქონდეს შეხება, მაგრამ ანუ სხვა სამხედროებს გქონდეს შეხება თუ გაგიან ეს ქართული სამხედრო წარმოება, ვიცი რომ თქვა რაღაცა დიდი გოლები და რაღაცები იკეთებოდა ხოლმე რეალურ წვრთნებში და აქ ამ მიმართულებით რა იყო ჩართულობა? მე როგორც მახსოვს ერთი-ორჯერ მქონდა უშუალოდ ჩართულობა მაგ ტიპის, ანუ ქვედანაყოფს მქონდა ეს თუ ცალკეულ ჩემ ქვედანაყოფს მქონდა, ვერ გეტყვი. ჩემ ქვედანაყოფს მახსოვს რაღაცა მართლა DJI-ის ტიპის დრონებზე მქონდა რაღაც სადაზვერო მცირე შეხება, მაგრამ ეგ პერიოდი რომ ვიხსენებ ხა უშუალოდ ჩემ ქვედანაყოფთან შეხება არ ქონია. მაგ პერიოდში ინფორმაციას ითხოვა. შეიარაღებულ ძალებში, მაშინდელ შეიარაღებულ ძალებში გამოიყენებოდა უფრო სკაილარკები დღემდე არის, სკაილარკი არის მცირე ზომის ტაქტიკულ სიღრმეში მოქმედი ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სიტყვაზე აკეთებს ბრიგადის სამოქმედო რაიონში გიკეთებს სადაზვერო ამოცანების შესრულება შეგიძლია ამით. ესენი არის ჯარში, ესენი გამოიყენებოდა, ესენი ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე იყო შეწყიდული ისრაელიდან ეს ცნობილი Hermes 450 ტიპის დიდი ზომის დრონებთან ერთად. მცირე რაოდენობის იყო Hermes-ები და საკმაოდ ისეთი რაოდენობა იყო სკაილარკების და სადაზვეროს გარდა ჯავს უფრო ეგენი ყავდა და სადაზვეროს გარდა რამე ტიპის სახელმწიფოებზე მუშაობდი ღია ინფორმაციით ეხლა ზოგადად ეგ ინფორმაცია ესეთია რაც დიდი ნაწილი არ არის ღია და ამიტომ ამაზე არ ვერაფერს ვერ გეტყვი შესაბამისად რაც არის ღია ინფორმაცია ანუ მას შემდეგ ერთადერთი ამ ეტაპზე რაც წარმოებაში არის ეს არის ქართულ პოლონური ერთობლივი კომპანია Delta WB VB Electronics დიდი პოლონური კომპანია რომელიც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ერთ-ერთი არის დრონებიც. მუშაობენ ცეცხლის მართვის სისტემებზე, კავშირგაბმულობის საშუალებებზე და დრონებზე და აი ეს Warmate-ის ტიპის ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი ეს 30-40 კილომეტრზე მოქმედი კამიკაძე დრონი არის მცირე ზომის საბრძოლო ნაწილით, რომელიც იწარმოება საქართველოში. ეს Warmate-ები ჯერ კიდევ ომამდე იწარმოებოდა უკრაინაშიც და უკრაინის შეიარაღებული ძალებიც იყენებს და საკმაოდ წარმატებული მოხვედრებით ბევრჯერ დაფიქსირდა რუსეთ უკრაინის ომში. ძირითადად ამ ტიპის დრონების მისი საბრძოლო მუხტიდან გამომდინარე, საბრძოლო მუხტის წონთი კატეგორიიდან გამომდინარე, ძირითადად ეს დრონები გათვლილი არის შეუჯავშნავი მიზნების განადგურებაზე და შეუჯავშნავი და მაღალი ღირებულების მიზნების განადგურებაზე. ამითი რომ BMP-ს ანადგურებ, ხო, შენ ფასის ამბავში ცოტა ის ხო არ არის რელევანტური გამოდის და ფასის შედეგის ამბავში ჯობია რომ აი საჯარისო საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტუნგუსკა, შილკა, სიტყვაზე და კავშირგაბმულობის მანქანები, საშტაბო სამეთაურო მანქანები, იგივე საარტილერიო დანადგარები, ეს გვაზდიკა, აკაციამ, ესეთ მიზნებს ანადგურებდნენ ძირითადად უკრაინაში, იმიტომ რომ ნუ ასეთ დრონს როდესაც აჯახებს შენ საშტაბო სამეთაურო მანქანას უნდა გიგდეს. ან პიკაპს ან რაღაც ბუნკერში ხო მესმის. ხო, გარდა ის რომ მანქანა ნადგურდება და საკმაოდ ისეთი ღირებულების არის საშტაბო სამეთაურო მანქანა, დროის რაღაცა მონაკვეთში მართვა და კავშირი ირგვა ქვედანაყოფში და შეიძლება ეგეც ღირებულია. შენმა რაღაცა მოიერიშე ქვედანაყოფმა რაღაცა გარღვევითი ოპერაცია წარმატებით ჩაატაროს რაღაც მიმართულებას. უპილოტოების გარდა რა გვაქვს ქართულ სამხედრო წარმოებაში? ხო, მოდი აქვე დავამატებ აი ამ Warmate-ს რახან Warmate-ზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ციხახიათ ეს ინფორმაცია ცნობილია და არაფერი ისეთ საიდუმლო არ არის. Fly-Eye არის Fly-Eye დრონის ესეთი დასახელების დრონი, ესეც VB Electronics-ის დრონი არის, რომლის წარმოებაც ხდება საქართველოში ერთობლივად და ეს არის იგივე კატეგორიის დრონი, მისი ფრენის მანძილიდან გამომდინარე და წონთი კატეგორიით, როგორც არის ეს ჩვენი სუონები, რომელიც 2012 წლებში დამზადდა სასტელი რაოდენობით და იტესტებოდა იმ პერიოდში. ოღონდ ეს Fly-Eye არის მაღალტექნოლოგიური ბევრად, შეუდარებლად მაღალტექნოლოგიური არის. ფაქტიურად მისი ამ კატეგორიაში არსებულ სადაზვერო დრონებში ერთ-ერთი კარგი დრონი არის მსოფლიოში რა. საკმაოდ მარტივი არის ექსპლუატაციაში, მოდულური კონფიგურაცია აქვს, ანუ გადაწყობად გადმოწყობადი გიმბალის ნაკვეთური აქვს, სასარგებლო დატვირთვის ნაკვეთური, საკმაოდ დიდი მოქმედების მანძილი აქვს, მაღალი ხარისხის გამოსახულება და მოკლედ, ნუ საკმაოდ თანამედროვე დრონია დღესდღეობით. ანუ ეს გიმბალი შეიძლება სხვა, ანუ როგორც გადაიტანო, მოხსნადი ნაკვეთური აქვს და სხვადასხვა კონფიგურაციის გიმბალი
სურგალები შეგიძლია და რაღაც ფიქსირებული არა აქვს და მუდმივად ერთი და იგივე კონფიგურაციაში არ გიწევს პრაქტიკულია. ზოგადად მოდულურობა იცი რომ თანამედროვე სამხედრო ტექნიკასთან განსაკუთრებით დასავლურ სამხედრო სამრეწველო სკოლას აქვს ეგეთი მიდგომა რომ შეიარაღების სისტემები, ამუნიციაც ზოგ შემთხვევაში იგივე საავიაციო ბომბები, საფრენი აპარატები, საარტილერიო დანადგარები ინდივიდუალური ეკიპირების სისტემები მზადდება ღია არქიტექტურით, ესეთ ტერმინს ვიტყვი და წინ არის ჩადებული მისი მოდულურობა, ანუ კონსტრუქციაში, როდესაც ხდება პროექტირება, რომ 10 წლის მერე, 20 წლის მერე ან ეხლა არსებული სხვადასხვა სისტემების ინტეგრაცია მოხდეს მასზე სიტუაციაში. შენი წარმოებულის და სხვისი წარმოებულის. ორი კითხვა მაქვს, ანუ წინაზე ახსენე, რომ ის კონკრეტული წარმოება უკრაინაშიც გამოიყენებოდა მაღალ სამიზნეებზე. აი ეს ბოლოს რაც ახსენე, თუ გვაქვს ინფორმაცია რაოდენობა და სად არის და მეორე კითხვა არის რაიმე კვეთა თუ გვაქვს გამომდინარე იქიდან რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი, ჩვენი მეზობელი საკმაოდ სერიოზულად არის ჩართული და პოპულარულია ამ საქმიანობაში, რამე კვეთა თუ გვაქვს, რამე პრაქტიკა თუ გადმოგვაქვს და ვითვალისწინებთ. აქვე ჩავაგამოვიდეს, რომ რამდენად სერიულია ეს წარმოება თუ უბრალოდ პროტოტიპები იქნება. პროტოტიპები არ არის, იყო რაღაცა გარკვეული ტიპის დრონები ამ წლების განმავლობაში, რომელიც პროტოტიპის დონეზე დარჩა, მაგრამ ეს პროტოტიპები უნდა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება შენ 10 სხვადასხვანაირი პროტოტიპი შექმნა, ფული დახარჯვა ამაში და სერიაში არ წავიდეს, მაგრამ მოგცეს ისეთი ტექნოლოგიური გამოცდილება, რომ მე-11 გააკეთო ისეთი, რომელიც 100,000-ობით წავა სიტყვაზე იმაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ამ სფეროზე ვსაუბრობთ. რა კითხვაც დასვა თორნიკემ, ეგ ხა მარტივი თემა არის, რომ დახურული ინფორმაცია არის, ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუმცა შემიძლია გითხრა, რომ სერიაში არის წასული კი და თავდაცვის ძალებს აქვს ეს დრონები და ნუ გამოჩნდა რამდენჯერმე თურქეთთან თანამშრომლობას რაც შეეხება, ნუ დრონების მიმართულებით ესე ღია ინფორმაცია ამაზე არანაირი არ არის. თურქული დრონები ჯარში ჩვენ არ გვაქვს, ბაირაქტარებიც არ გვაქვს. ეს როგორი რაღაცა იცი, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ესეთი ინფორმაციები აღარ იმალება. შენ რო ბაირაქტარი გაგიჩნდეს შეიარაღებაში, მაშინ ყველა გაიგებს რა. არა მხოლოდ შენ, ნებისმიერი ქვეყანა. რატომღაც აქვე ვიტყვი, რომ ბევრს გონია ხოლმე, რომ თანამედროვეობაში ესეთი ინფორმაციები ისე იმალება, როგორც იმალებოდა ცივი ომის პერიოდში, როცა ყველას არ ჰქონდა მობილური ტელეფონი სიტყვაზე, ან არ იყო ინტერნეტი და ინფორმაცია ესე მარტივად არ ვრცელდებოდა. დღეს რო სადღაც ჩინეთში ან ამერიკაში რაღაც კომპანია რაღაც პროტოტიპს შექმნის და გასატესტად გაიყვანს სადღაც აეროდრომზე ან პოლიგონზე, მეორე დღეს უკვე ყველა მიცის მის არსებობაზე, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. თავარია მისი ტექნოლოგიური ნახაზები არ ქონდეს მოწინააღმდეგეს და ზუსტი ტექნიკური მონაცემები არ იყოს ცნობილი. აკაც როგორც ხვდები, ისეთი უიმედო მდგომარეობაც არ გქონია, არა, ზოგადად დრონების მიმართულებით წეღანაც ვთქვი, რომ ჩვენ ვიყავით წამყვანი ანუ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში დრონები ფაქტურად არ გამოიყენებოდა, როდესაც ჩვენი ჰერმეს 450-ები ოჩამჩირეს და გუდაუთას და სოხუმს უზვერავდნენ შავი ზღვიდან რა, ომამდე 16-ში ქონდათ პირველი სერიოზული შეხება. ჯერ კიდე ომამდე რა, ჩვენ და იგივე აგვისტოს ომის პერიოდშიც დრონები ქონდა. სკაილარკები შეიარაღებულ ძალებში იყო, რაზეც საუბრობდი, ბრიგადის დონის სადაზვერვო ამოცანების შესასრულებლად და ეს ჰერმესები სიტყვაზე ჩვენი ებრაული ჰერმესები, ჩვენი განსაზღვრებით სტრატეგიული დონის დრონი არის, იმიტომ რომ ჩვენთვის თუ რაიმე არის სტრატეგიული მანძილი და სტრატეგიული სიღრმე, იმ სივრცეებში, იმ სიღრმეებში შეუძლია ფრენა და იმ ამოცანების ხო, გლობალ ჰოკის დონი არ არის, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს გარშემო არსებული, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერესის სფერო რაც არის, იმას სრულიად აკმაყოფილებდა, კი. დრონები მეტნაკლებად მე მგონი ამოვწურეთ, დრონებს ვერ ამოწურავთ. დროიდან გამომდინარე, ხედავდით სხვა წარმოებაზე, სხვა კიდე რაც ეხლა ყველა მეორე სურს სანერ შეხება არ ქონდეს ამ თემასთან კითხავ, დიდგორს უიჭველი გეტყვის და ვიღაცები დიდგორს და ლაზიკასაც გეტყვიან. მოდი ამ ორი მანქანის ჩამოყალიბება, განვითარებაზე ვილაპარაკოთ და ეხლა სადა ვართ. ლაზიკა როგორც ვიცი პროტოტიპად არის. ხო, ლაზიკა პროტოტიპი იყო, ბევრს გონია რომ რაღაც 30, 50, 100 წელი ლაზიკა ყავს შეიარაღებაზე, მაგრამ ლაზიკა სულ 4 წელი დამზადდა. ისიც სასტელი პროტოტიპები იყო და 4-ვე ერთმანეთისგან განსხვავდება. ესეც ის წლები არის, წეგან დრონებზე ვილაპარაკოთ 2010-11-12 წლები. ჩვენ რო ჩამოყალიბეთ ბოდიში, აი ძალიან მართლა ბოდიში რო გაწყვეტინებ. ჩვენ საუბრობთ დელტას, ესე რომ ვთქვათ, ოქროს ხანაზე.
ასე ხო რა როცა მაშინ ანუ ისევ 2010-11 წელს რო უბრუნდებით მაგიტო ვიძახი მოდი მაგაზე აი მაყურებელს მგონია აინტერესებს ბევრს გონია რომ მართლა 2010-ში შეიქმნა დელტა შეიქმნა 1967 წელს ეგ ხო თავისთავად მე ვიძახი აი რაღაცა მაშინ გამოჩნდა ან სწორად მოდი აი მაგ თემაზეც ვილაპარაკებ ზოგადად შეჯამების სახით ეხლა ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკია იგივე შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის და იქ მეტნაკლებად ყველა მიცის ჩემგან მაგრამ ფართო საზოგადოებამ დიდად ეს დეტალები ღია ინფორმაცია არის ესეც დეტალები ნაკლებად იცის 1967 წელს შეიქმნა დელტა და 1951 წელს ანუ ომში ჩაერთო საბჭოთა კავშირი მაშინ დაფუძნდა შეიქმნა თბილისის ავიაციო ქარხანა რომელიც ავიაციის მიმართულებით მუშაობდა ეს ტაგანროგიდან და სევასტოპოლიდან იქნა გადმოტანილი თბილისში და პერიფერიებში გამოარიდეს რომ გერმანულ ავიაციას 24 საათის განმავლობაში არ ებომბა იქ არსებული ჩართანადგარები აშალეს უცებ და ვაგონებით სარკინიგზო ეშელონით ჩამოიტანეს თბილისში იმ პერიოდში ეხლა მაგ მიმართულებაზე არანაირი დასახლება არ იყო და პირდაპირ მინდორში მკვრის პირზე დაიწყეს ქარხნის მშენებლობა და ათეული წლები თბილისის ავიაციო ქარხანა საბჭოთა პერიოდში აწარმოებდა რამდენიმე 10,000 ცდება იმ საფრენი აპარატების და სისტემების რაოდენობა რომელიც ქარხანამ დაამზადა ომის დროს ამზადებდნენ იაკ-3-ებს ამზადებდნენ გამანადგურებლებს შემდეგში გადავიდნენ უკვე MiG-15-ებზე MiG-17-ებზე ლაგის სერიის თვითმფრინავებსაც რუსეთიდან ჩამოტანილი ნაწილები რუსეთიდან ჩამოდიოდა ძრავები და ავიონიკის ელემენტები ფიუზელაჟის აწყობა ხდებოდა აქ და გარკვეული დეტალების ჩამოსხმას და პრაქტიკულად 50-50-ზე იყო გააჩნია ახაც რომელ საფრენ აპარატებზე ვსაუბრობთ იგივე რაკეტების წარმოება ხდებოდა K-10 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება ხდებოდა რომელიც ბირთვულ კონფიგურაციებს იძლეოდა მან გავიზარდე ხო მან სწავლობდი და შემდეგში უკვე 60-იან წლებიდან მოყოლებული ცივი დროს მზადდებოდა ჰაერი კლასის რაკეტები R-60-ები R-73-ები და უკვე აი 1991 წლისთვის როდესაც დამოუკიდებლობა ავადგინეთ ტყოზე მაგ პერიოდში ქარხანა საკმაოდ ისეთი იმ პერიოდისათვის მაღალ ტექნოლოგიური საავიაციო ქარხანა იყო რომელსაც ბევრი სხვადასხვა რაღაცის წარმოება შეეძლო თუ იქნებოდა აი რაღაც კომპონენტების მოწოდება და გამართული მენეჯმენტი და ნუ მე გაზის ეგ მე ძალიან წასულში არ გადავიდი ხო ესე იგი ძალიან დეტალებში ვაღარ წავიდი მე რა თქმა უნდა 90-იან წლებში დაირია ყველაფერი დელტას რაც შეეხება 67 წელს შეიქმნა და დელტა იყო გასაიდუმლოებული კვლევითი ცენტრი თბილისში სვანეთის უბანში ერთ-ერთ ობიექტზე რომელიც დახურულ რეჟიმში მუშაობდა სხვადასხვა ტიპის ნაღმფეთქებადი მასალების კომპონენტებზე, სხვადასხვა ტიპის საარტილერიო ამფეთქებზე, ჭურვების ამფეთქებზე, მათ შორის რადიოპროგრამირებად ამფეთქებზე და მთელი რიგი ისეთი ნიმუშები იქნა აქ შემუშავებული, რომელიც შემდგომში წარმოებაში გაიშვა საბჭოთა კავშირში. მათ შორის საარტილერიო ჭურვების რადიო ამფეთქები, ლაზერული დამიზნების საარტილერიო ჭურვების ამფეთქები და ასე შემდეგ. აქაც ძალიან ისეთ დეტალებში აღარ წავალ. ბევრი წარმატებული პროექტი იქნა შემუშავებული აქ ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში და 90-იანებში უკვე შეიარაღებული ძალებს ემსახურებოდა დელტა და გარკვეული ტიპის სისტემების შემუშავება და ხვეწა ხდებოდა, მათ შორის ნაღმსატყოლცნების, RPG-7 ტიპის ხუმბარტყოლცნების და ეს ყველაფერი მერე საავიაციო ქარხანაში იწარმოებოდა 90-იანებში. აფხაზის ომის დროსაც მაგალითად იწარმოებოდა RPG-7-იც, ნაღმსატყოლცნებიც. პატარა გამონათებასავით იყო 2000-იანი წლები, როდესაც საავიაციო ქარხანაში 25 ტიპის მოიაშენებითი ფრინავის მოდერნიზაცია მოხდა სკორპიონის დონემდე და ლებუჟეს და ფამბოროს ავიაშოუებზეც იქნა საკმაოდ წარმატებით წარმოჩენილი და სხვა თურქმენეთს მივაწოდეთ იგივე სკორპიონის გარკვეული კონფიგურაცია ჩვენ შეიარაღებულ ძალებში შემდეგში საჰაერო ძალებში მიმინოები რაც იყო 25 კმ მიმინოების სკორპიონის ქართული კონფიგურაციები იყო და დელტამაც რაღაც სასტელი ნიმუშების სპეცდანიშნულების საბრძოლო მანქანები მაგალითად დელგა 1 დელგა 2 2000-იანების დასაწყისზე ვსაუბრობ რა მას შემდეგ რაღაც ესეთი სერიოზული მსხვილი პროექტები არ ყოფილა და უკვე 2010 წლისთვის ეს ის პერიოდია როდესაც გემახსოვრება არაოფიციალური ემბარგო გადაეც ძალიან ბევრი ქვეყნისგან, მათ შორის ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც მანამდე პიონერებს გვაწვდიდნენ და სხვა ტიპის საარტილერიო დანადგარებს და ბუკების საზენიტო სისტემებს უკრაინაზე მაქვს საუბარი, ეს ის პერიოდია, მაკაროვის ვაზნებიც კი აღარ შემოდიოდა უკვე მაღაზიებში რა.
სიტყვაზე კატასტროფული მდგომარეობა იყო. ნაწილებსაც აღარ გვაძლევდნენ. არაფერს აღარ გვაძლევდნენ, ეს უკრაინაშიც ეს ცუდი სიტუაცია იყო და ერთ ცუდი სიტუაცია დამთავრდა შემდეგი მაიდანით და იმითი რევოლუციით. ესე იგი და გადაწყდა რომ ესე იგი დელტა და საავიაციო დელტას ტექნოლოგიური ბაზა, ინტელექტუალური შესაძლებლობები და საავიაციო ქარხნის ტექნოლოგიური ინტელექტუალური შესაძლებლობები შერწყმულიყო მაშინდელი ხელისუფლებამ ეს გადაწყვიტა და შექმნილიყო რაღაც უფრო ესეთი გაძლიერებული კვლევითი საწარმოო ბაზა თბილისის ავიაციო ქარხნის ბაზაზე, ასევე დელტას დაექვემდებარა 6 სპეციალიზირებული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მუშაობს თბილისში, მათ შორის ძალიან ესეთი სერიოზული ინსტიტუტები არის ოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, ეს არის ის ინსტიტუტი, რომელმაც სინოპში მაგალითად საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველმა მიიღო პლუტონიუმი ბირთვული საბრძოლო მასალებისთვის და ესეთი უსერიოზულესი იაძეში კებს ოჯახიან ფიზიკოსები ყავდა ყოველთვის, იგივე ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტი, ოპტიკა, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი და ასე სამთო ინსტიტუტი ასევე, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სამთო ინსტიტუტია აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითაც კი და ეს გაერთიანებული, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური ბაზა ჩაერთო აი ამ პროექტების შემუშავებაში და წარმოებაში და ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ იმ ნაწილზეც. რაზეც კითხვა ეს აუცილებელი იყო ეს ნაწილი. ესე იგი პარალელურად მიდიოდა ამ ორ პროექტზე მუშაობა, ასევე მიდიოდა სხვა ბევრ პროექტზე მუშაობა, მათ შორის ნავსატყორცნებზე, ზაფხული ცეცხლის რეაქტიულ სისტემაზე, გრადის ქართული კონფიგურაცია რაც არის, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიმართულებით. მარტო ერთი კითხვა მიშობა, რატო აღარ მუშაობ? ესეთი მაგაზეც გადავალ. ხო, მაგრამ მიდის მუშაობა. ეგრეალებს თავში მხოლოდ. ესე იგი, რაც შეეხება ამ ლაზიკათი რო დავიწყოთ, ეს იყო ესეთი საკმაოდ რთული მანქანა არის. ეხლა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ამ მანქანას ზედმეტად კარგად ვიცნობ ახლოდან. ესე იგი, მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანების კატეგორია არის. ლაზიკას პროექტირება დასავლური, ასე ვთქვათ, მიდგომებით არის დაპროექტებული, ანუ თვითონ მანქანის გათანაწყობა, კონფიგურაცია არის დასავლური, დაახლოებით ისეთი გათანაწყობა აქვს, როგორც აქვს სიტყვაზე ბრედლის ან M13 ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორს, უკანა გასაღები აპარელით, კარებით და არა რაღაცა გვერდიდან გადმოსასვლელი კარებით, როგორც BTR-ებში ან სხვა იმაში, უკანა გასაღები კარებებით, ერთიანი სადესანტო გადმოსაღები, ხო? გადმოსაღები აპარელით, ერთიანი და არა BMP-სავით გასაღები გვერდიდან, შედარებით მაღალი სილუეტი დასავლურ KSM-ს რაც ახასიათებს და არა საბჭოთა BMP-ებს, როგორც ჯავშანი, როგორც ხო, ქვეითთა საბრძოლო ავღანეთში რას მოვიხმარებ? ქვეითთა საბრძოლო ავღანეთში? ემრაპის ტიპის სილუეტურ სიძახი, ხო? უფრო ისეთია სხვა მაინც, მაგრამ უფრო აი ბრედლის რო შევადაროთ სიმაღლის კატეგორიაში. ანუ გათვლა არ იყო იმაზე, რომ სიტყვაზე მანქანა ყოფილიყო დაბალი, იმიტომ რომ სილუეტი ქონოდა დაბალი და ფრონტალურ შეტევაზე წასვლის შემთხვევაში ეს უფრო ცივი ომის მიდგომა იყო და აი BMP-1, BMP-2 არის ამ მიდგომით დაპროექტებული, თუმცა ეს თანამედროვე რუსული KSM-ებიც, JTR-ებიც, იგივე ბუმერანგი უკვე აი დასავლური მიდგომით არის, მაღალი მანქანები არის, ერთიანი სადესანტო ნაკვეთურით და ასე შემდეგ. ესე იგი, ლაზიკას აწყობაში ფართოდ იყო გამოყენებული საბჭოთა მაკომპლექტებელი, ლაზიკა არ არის გადაჭრილი BMP-ზე აწყობილი, როგორცაც ბევრი იძახდა, კორპუსი თვითონ BMP-1-ის ან BMP-2-დან კორპუსის დეტალები არანაირი, ასე ვთქვათ, დეტალი არ არის გამოყენებული. ვერ ვიტყოდი, რომ გავს მეთქი, მაგრამ გავს ვითი ახლა რითმი ამ გვანის თავიდან. სავალი ნაწილი. ხო. ან მოცემულობა თვითონ ეს მუხლუხოები, ვარსკვლავა, წამყვანა ვარსკვლავა, უკანა ვარსკვლავა, წინა ვარსკვლავა, ბურბლები და საყრდენი ბურბლები რაც არის, ხო? ესენი BMP-1-ის არის გამოყენებული, მუხლუხოც BMP-1-ის არის გამოყენებული და ის ნიმუშები რაც იყო 4 წელი დამზადებული, ძრავიც BMP-ს იყო საბჭოთა UT-20 ტიპის ძრავი იყო გამოყენებული, მაგრამ კორპუსი რაც შეეხება ეს დაჯავშნული ნაწილი, შიგნიდან სკამები, შეიარაღების სისტემა, დისტანციური მოდული, მთლიანად ქართულია დისტანციური მოდული, 23 მმ-იანი ქვემეხი თავისი ცეცხლის მართვის სისტემით. შიგნიდან იმართებოდა ეს. ხო, ჯოისტიკით იმართება შიგნიდან. ეს ქართულია თუ მანდაც კიდევ რაღაც სხვა კომპონენტები დაპროექტებული არის და კონფიგურაცია არის ქართული, უბრალოდ კომპონენტები ზოგი საბჭოურია, ზოგი დასავლური არის და
ასე შემდეგ ეხლა მან გამოიყენება ისეთი კომპონენტები, რომელიც საქართველოს სიტყვაზე არსობის არ წარმოებოდა და ეგ მოსული ამბავია, იგივე ეხლა რომ საუბრობდით წეგანად ამერიკანულ აბრამს საწარმოებს, ხო? ბევრს გაუკვირდება, მაგრამ აბრამსის დეტალების უმეტესობა არის ამერიკაში წარმოებული, მაგრამ არის დეტალების გარკვეული სახეობები, რომელიც არაფერზე არ ახდენს გავლენას ისე და მაგალითად არის ჩინეთში წარმოებული. ნუ ისიც იმიტომ რომ სტრატეგიულად სხვა ისეთი აწარმოოს რომ არ იყოს ტაივანში, ჩინეთში, არა მხოლოდ აბრამსში, Apple დაუშიც არის ეგეთი ნაწილები გამოყენებული და ეხლა ლაზიკა არაფერი არ არის მასთან. ეგ მოსული ამბავია მოკლედ. ამ ლაზიკის სერიულ წარმოება რატო არის? სერიულ წარმოებას რაც შეეხება, სასტელი ეგზემპლარები იყო, მაგის პროექტირებაზე და დამზადებაზე საკმაოდ სერიოზული გამოცდილება იქნა მიღებული და სპეციალისტები მომზადებული. რა გამოცდილებაც იდეაში პერსპექტივაში კიდე შეიძლება იქნას გამოყენებული მართლა ესეთი მძიმე საშუალო მძიმე კატეგორიის მართლა თანამედროვე KSM-ის საწარმოებლად. ესე იგი, სასტელი ნიმუში იყო და რა თქმა უნდა, მინუსები ექნებოდა, უამრავი მინუსი აქვს, ათეულობით სხვა მინუსი აქვს, რა თქმა უნდა, აქვს პლუსებიც, მაგრამ არ იყო ეს ისეთი კონფიგურაციის ქვეთა საბრძოლო მანქანა, ისეთი ტექნიკური შესაძლებლობით, რომლის წარმოება ზღირდა სიტყვაზე ასეულობით. ჯერ თუნდაც იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციაში რო გეწარმოებინა, პირდაპირ დამოკიდებული იქნებოდი ჩეხეთზე ან უკრაინაზე და იმ საბჭოთა კომპონენტებზე, რომელიც მასში იყო გამოყენებული, თუმცა დაგეგმილი იმ პერიოდში იყო გეგმაში, რომ სიტყვაზე დამზადებული იყო მოდიფიცირებული ვარიანტი ლაზიკა 2 დავარქვათ, რომელსაც ექნებოდა დასავლური ძრავი, სიტყვაზე კატერპილერის ძრავი შეიძლებოდა ქონდა, ან გერმანული დოიცის ძრავი შეიძლება ქონდა, ან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის არის სხვადასხვა ძრავები. ჯავშანი უფრო ძიმე ქონოდა, შეიარაღება გაძლიერებული ქონოდა სიტყვაზე 30 მმ-იანი ან 40 მმ-იანი ბოფორსის ქვემეხი და ქონდა რა? ამ შემთხვევაში შეიარაღების კუთხით აქვს 23 მმ-იანი 214 ზე 23-თან თუ ქონია შეხება, ეგ ქვემეხი აქვს ზუსტად 23. ხო, სუსტი ქვემეხი არის ახლა 23 მმ-იანი, თუმცა გარკვეული სახმელეთო მიზნების გასაანდურებლად საკმაოდ ძლიერი საშუალება. საკმაოდ ეფექტური იყო, სხვათაშორის ეს თვითონ ისიც იყო რა, ძალიან ახალ სიახლე იყო. ჯოისტიკი, ხო, ჩებურაშკი ხდება მართვა, ახლა ვისაც BMP-თან ქონია შეხება ამ BMP-თან განსაკუთრებით ახლა იმას არაფერი გაუკვირდება, მაგრამ ჩებურაშკით იყო მართვა შიგნიდან ამას არ ქონდა კლასიკური კოშკურა. კოშკურა მთლიანად გატანილი არის გარეთ თავის საბრძოლო მასალიანად. ყველაფერი გარეთ არის, დაბლა არის უბრალოდ საბრძოლო მასალის მიწოდება როგორ ხდება? საბრძოლო მასალის მიწოდება მთლიანად გარეთ არის ყველაფერი. და პირდაპირ დაიცალა. ყუთე უნდა ახვიდე ზემოთ და გამოცვალო. ეს არის ბრძოლის დროს მაინც DRW ზემოთ არის თვითონ სროლები. ხო, DRWS 2 ტიპის DRWS 2 ტიპის დისტანციური მოდული არის. ეს არასტაბილიზებული დისტანციური მოდული არის, ეს ბევრს აინტერესებდა იმ პერიოდში და ვინც მეტნაკლებად იცოდა ეს თემა, ლაზიკას სროლის ვიდეოები რო დაიდო სხვა ვიდეოები, იქ ეთყობოდა, რომ ეს არასტაბილიზებული მოდული იყო, თუმცა სტაბილიზაციის პერსპექტივით და მაგ მიმართულებითაც მიდიოდა აქტიური მუშაობა წლების წინ და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდა. მოკლედ მოდული იყო, რომელიც 2014 ტიპის ქვემეხს იყენებდა, რა თქმა უნდა, საცეცხლე ზალა უფრო დაბალი ჰქონდა ვიდრე BMP-2-ს, მაგრამ როგორც გითხარი, იყო გეგმაში, რომ სიტყვაზე განახლებული ლაზიკა დამძიმებული, ბევრად უფრო ძლიერი ძრავით საშუალო წონითი კატეგორიის KSM იქნებოდა, რომელსაც იდეაში უნდა ქონოდა 35-მ-იანი ან 40 მმ-იანი ქვემეხი. ნუ ეს სხვა კონფიგურაცია იქნებოდა, ორივე შეიძლება გაგეკეთებინა რა. სერიაში არ წასულა და არის დარჩენილი როგორც იყო ისე. ხო, ანუ აი მანდაც შევაჯამოთ, გამოცდილება მივიღეთ, პროტოტიპი შევქმნით, ტექნოლოგია მას ვქენით, განმოვიწერეთ, ხალხი ყავს და თუ რამე შეგვიძლია ვაწაროთ. რამე შეგვიძლია პერსპექტივაში სწორი დაორგანიზების და სწორი ხალხის პირობებში გაკეთდეს თანამედროვე სტანდარტების საშუალო ან მძიმე კატეგორიის ქვეთა საბრძოლო მანქანა, რატო ვიძახი ხა საშუალო ან მძიმე კატეგორია, თანამედროვე ომში მსუბუქი ქვეთა საბრძოლო მანქანების დრო წავიდა უკვე რა. ამ ეს მიდგომა აქვს შეერთებულ შტატებსაც, ევროპის ქვეყნებს. აი ჰამერი მაგალითად სიტყვაზე და რუსეთს. არა, ჰამერი საერთოდ სხვა რაღაცაა. მაგიდან რო დავიწყოთ, რატო ვიძახი ძირითადად რა თემის საუბარი მიდა. ერთი რაღაცა მაინტერესებს. BMP-ში როგორ დავიწყოთ? ან როგორ BMP-ში აი ვერ ვიტან დახუროს მე ვერ შევდივარ, ანუ ხომ მქონდა საუბარი. ჯარისკაცები როგორ ეტირა და დესანტი. ზოგადად BMP-ს წეღანაც ვერ გამაჩერებს შეგეცია რა. დაბალი სილუეტი აქვს შესაბამისად, ნუ ეს მოხრილი უნდა იყოს რა. მეც ვერ ვეტევი BMP-ში ნორმალურად და სიტყვაზე აი ნახევარი საათი BMP-ში თუ დადიხარ, დაკეტილი კარებებით, დაკეტილი ლუქებით,
კანტუზი არა, მაგრამ ძალიან საფრთხე უნდა კონდეს. ტრამვა შეიძლება დესანტირების დროს შეიძლება დაზიანოს. ძალიან ბრძოლის უუნარო გადმოდიხარ რა. ძალიან მე ვიცი რომ საუბრობთ მუხლუხიანზე და რატივზე საუბრობთ მაგას ვარჩე უბრალოდ რაღაცნაირად სულ ყველა გადაცემაში გამოგჩა რომ აი თუნდაც ავღანეთში რატომ მოხდა ასეულობით ჰამერის დაჯაშნულის მანქანების დატოვება და უფუნქციო დატოვება ომის პერიოდშიც და შემდეგ არ წამოყვანა და ნუ სხვა ტექნიკებთან ჩვენ ტიპის ქვეყნებს ძალიან ჭირდება ეგეთი რაღაცები მაგრამ ნუ აი ბანდმიდო და გამესვა ხაზი რომ ეგეც კი ამოიღეს რა მოხმარებიდან აი ომის პერიოდში ავღანეთში ესე იყო ყოველ შემთხვევაში მოძველდა ჰამერი რა ცივი ომის პირშუარი ჰამერი მოდი პირდაპირ ხო თან მით უმეტეს როგორც ეგრეთ წოდებული იროკეზები ძველი იროკეზის მოძველებული ანუ კიდე ბევრი შეუძლია მოდერნიზებული იროკეზებს მაგრამ როგორ არის ჰამერისაც აქვს თავისი როლი ხა სპეცდანიშნულების ძალებში გარკვეული კონფიგურაციის სპეცრაზმები შეიძლება ჰამერითაც მოქმედებდნენ მაგრამ ეხლა ჰამერში ბევრჯერ მსდარხარ ყავს ჯარში ხა დიდი ხანი არის ჰამერები M1051 კონფიგურაციები რაც შეერთებული შტატებმა გვაჩუქა თავის დროზე და იცი როგორი პატარა სიუცი არის შიგნით მოკლედ რა ნორმალური ესეთი ბიგ BMP-ის ისა ხო კარგად დაკომპლექტებული ჯავშანჟილეტით იარაღით ან პეკა თუ გაქვს მით უმეტეს აი ვერ ეტევი მოკლედ ჰამერში რა BMP-ში უფრო შეეტევი ვიდრე ჰამერში რა ხო და ჩვენ ხოდა დაჭირის გამოყვანა და ანუ ჯავშანიც როგორ გვასწავლიდნენ ანუ უშუალოდ ოპერაციაზე ჰამერიდან აქედან რო გაიხსნა ცეცხლი დაუშვათ აქ მარცხენა მხრიდან ყოფილიყო ცეცხლის გახსნა ანუ ვერ გადმოდიოდა ჯარისკაცი ანუ იქეთ ცეცხლის ხარს თუ გააღებდი კაშტორი აქეთ ანუ ჯავშინ ჩანს უნდა გაიძრო იარაღი სწორად მომიაწოდო და გადმოხვიდი ხო იმიტომ რომ ხო პატარა სიუცი თან და ჰამერების ჰამვი რასაც ქვია საარმიო ჰამერები შეერთებულ შტატებში უკვე მიდის ჩანაცვლება აქტიურად JLTV-ის ტიპის მანქანით რომელიც არის ოშკოშის მანქანა აი გარდამავალი სახეობა არის ანუ მრაპის კატეგორია არის მაგრამ აი ეს დიდი კუგუარები რო იყო და Max Pro-ები აი Max Pro-სა და პატარა ჰამერს შორის გარდამავალი არის ზომებით რა და რა კარგი იქნება რომ ეს ჩვენთან წამოვიდეს დიდგორი იგივე კლასში გავიყანო ხო რაც შეეხება დიდგორს დიდგორის და ჰამერიც არის შეჯავშნული ავტომობილები მაგრამ დიდგორი უფრო ჰამერის კლასია თუ ეხლა ის უფრო JLTV-ის აი ჰამერის კლასი უფრო არის კობრა პატარა კატეგორიის შედარებით პატარა არის კობრა არა ხო თურქული არის მაგრამ ნუ ყავს და ვიცნობ და მაგიტომ ძახი როგორ ისიც ანუ არის ესე იგი საარმიო ჯავშან ავტომობილები ეს საარმიო ჯავშან ავტომობილები ბევრნაირი არის და იგივე ჰამერიც საარმიო ჯავშან ავტომობილი არის სიტყვაზე და მისი ანალოგი რუსული ტიგრიც ხო მაგრამ იგივე რუსულ არმიას ყავს მაგალითად დაზორები იგივე ცხინვალის რეგიონში წყოსე კამას დაზორები ზომაში უფრო გაზრდილი არის დაახლოებით დიდგორი ცოტათი უფრო დიდი არის კიდე რა ზომაში დაახლოებით ეგეთი არის და ანუ შიდა მოცულობა ეს გაძლევს საშუალებას რომ მაგალითად ესეთი მანქანებით ანუ ეს მანქანები არ არის მთლად არც ჰამერივით პატარა არის და მცირე მოცულობა არ აქვს შიგნით მაგრამ არ არის მთლად სახაზო ჯავშან ტრანსპორტიორები სიტყვაზე როგორც ბეტერია ან რაღაცა როსომახი ან რაღაცა კლასიკური ტიპიური ჯავშან ტრანსპორტიორი არის ხო ანუ საშუალო კატეგორია არის დაჯავშნული საარმიო მანქანებისა რომელსაც შეუძლია გადაიყვანოს სიტყვაზე ქვეითი ათეული რა დიდგორი მაკროსი გადის ანუ მექანიზებული ხო ანუ დიდი ზომის KSM-ში ან დიდი ზომის ჯავშან ტრანსპორტიორში შენ შეიძლება 12 კაციანი მექანიზებული ათეული ჩასვა იმიტომ რომ მექანიზებული ათეული ყავდეს დაკომპლექტებული ისეთ კონფიგურაციაში რომ აი ამ მანქანაზე მისადაგებული იყოს რა იმიტომ რომ მანქანა დიდია და ეტევა სიტყვაზე შეგინ 12 კაცი მაგრამ აი დიდგორის ტიპის მანქანაში შენ შეგიძლია ჩასვა ქვეითი ათეული რომელიც არის სიტყვაზე 9 კაციანი და გადააწყო მანქანის კონფიგურაციაზე ანუ 3 კაცი იყოს მანქანის ეკიპაჟი მძღოლი შეიარაღების მსროლელი ოპერატორი და მეთაური და ის რა ქვია 6 კაცი დესანტი რა რომელიც უკან 3 კაცი ესე ჯდება რა ეს არ არის რაღაცა ასეთ ათეულს მithumai ეს ასეთი მანქანი დაკომპლექტებულს არ აქვს ისეთი საბრძოლო შესაძლებლობები არც ისეთი ავტონომიურობა და არც ისეთი საცეცხლე ძალა როგორც აქვს სიტყვაზე BTR 80-ით დაკომპლექტებულ მოტომსროლელ ათეულს ან BMP-ურით დაკომპლექტებულ მექანიზებულ ათეულს
მაგრამ შეგიძლია ესეთი ათეულებით შეგიძლია შენ ჩამოაყალიბო დშბ მაგალითად რა დშბ-ებს რო ეძახიან უკრაინის არმიაში წარ დშბ-ები ჰამერები ყავთ უკრაინული კოზაკები და დიდგორის ანალოგები ეს Ford 550-ის ბაზაზე აგებული უკრაინული მანქანები ნოვატორები და ესეთი მანქანები რა ეს დშბ-ები როგორც წესი არის სადესანტო მოიერიშე ბრიგადები გარდამავალი კატეგორია არის მოკლედ ჩვეულებრივი ბრიგადასა და სპეცდანიშნულების ბრიგადას შორის რა უფრო აი სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები არის აგრომობილური ოპერაციების წარმოება შეგიძლია გადასროლა შეგიძლია თავისივე ტექნიკით სწრაფად თვითმფრინავებით ვერტფრენებითაც გარკვეული ტიპის ვერტფრენებითაც ანუ არ არის რაღაცა მძიმე ბრიგადასავით მაგრამ ცოტა უფრო მძიმეა ვიდრე სპეცდანიშნულების ბატალიონი სიტყვაზე რა და ეხა ისევ ასე ვთქვათ უფრო როგორც თქვით ეს დიდგორიც აი ამ რაღაცა გარდამავალ კლასში გადის და რამდენად მე მგონი ყველაზე წარმატებული არის ყველაზე წარმატებული პროექტია ის კი დიდგორის განვითარების ტაიმლაინი რო მოვიხილოთ ხო საკმაოდ ცეთი ვრცელი განვითარების გზა გაიარა მოყოლებული აი ამ 2011 წლიდან მოყოლებული ანუ იმ პერიოდიდან რაც პირველი მანქანები გამოჩნდა მოკლედ ის პირველი მანქანები ახლა პირველი იყო და რა თქმა უნდა ბევრი მინუსები ჰქონდა მაგრამ ჩვენი საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების დონისთვის საკმაოდ ისეთი კარგი მანქანები იყო იმ პერიოდისთვისაც კი მას შემდეგ ეტაპობრივად მიდიოდა მანქანების გამოსდები როგორც შიდა გამოსდები ასევე ღია გამოსდები დახურული გამოსდები მიდიოდა შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში და პერიოდულად იქმნებოდა ახალი სხვადასხვა კონფიგურაციები და მოდიფიკაციები ნუ პირველი ორი მანქანა ახლა ფართო მასებმა იცის კარგად რომ ეს არის ამერიკული Ford 550-ის ბაზაზე დამზადებული მანქანები ზოგადად Ford 550-ის შასი ფართოდ გამოიყენება ამ კატეგორიის მანქანების წარმოებისთვის და ასეულობით სხვადასხვა მანქანა არსებობს დღესდღეობით სამხედრო მანქანა, საპოლიციო მანქანა, სვოთის საბრძოლო მანქანა, სვოთის მანქანები, საარმიო დანიშნულების მანქანები, რომელიც აი ამ Ford 550-ის ბაზაზეა შექმნილი და სხვადასხვა მოდიფიცირებებს უტარებენ, მაგრამ აი Ford 550-ის სავალი ნაწილის გაუმჯობესების კუთხით რომელზეც შემდგომში არის დაჯავშნული კაფსულა არის დადებული. დიდგორი არის ერთ-ერთ პრაქტიკულად 5 საუკეთესო მანქანაში შემიძლია ვთქვა. აი სავალი ნაწილის გაუმჯობესების კუთხით, როგორ? სოფლიოში შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ 550-ზე. ამ მანქანების უმეტესობა პირადად მაქვს ნანახი რეალურად სხვა სამხედრო გამოფენებზე. დიდგორი რა თქმა უნდა ჩვენი მანქანა არის და სავალი ნაწილის გაუმჯობესების კუთხით რომ რესურსი გაგრძელდეს საკმაოდ ისეთი ხანგრძლივად მოხდეს მისი რესურსის გამოყენება იმიტომ რომ Ford 550-ის ძარა რა თქმა უნდა რაც ზემოდან დგას მსუბუქი არის და პირდაპირ ესე რო აიღო არ არის გათვლილი ხო რაღაცა მძიმე დაჯავშნული კაფსულის იმაზე მით უმეტეს იმაზე რომ სიტყვაზე მასში შექმნა სამედიცინო მანქანა გააკეთო რომელიც 10 ტონამდე ადის გაძლიერების გარეშე ეს არ გამოდის და არის იგი მთელი რიგი მანქანები, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში და ბევრს ძალიან მაგარი გონია Ford 550-ის ბაზაზე არის შექმნილი ხაღარ დავასახელებ რომლები მაგრამ ახლოსაც ვერ მიდიან დიდგორთან იგივე სავალი ნაწილის გაძლიერების კუთხით და იგივე მთელი რიგი სასიცოცხლო კვანძების რესურსის ასე ვთქვათ კუთხით რა ეს გაძლიერება და სასიცოცხლის ამბავი ქართული ტექნოლოგია არის ჩვენი სპეციალისტების სხვადასხვა კომპონენტების გამოყენებით და ამ კომპონენტების გარკვეული ერთად თავმოყრით და გარკვეული ჰიბრიდული კონფიგურაციის შექმნის შედეგი არის. ესე იგი, პირველი ნიმუშები არ იყო ესეთი კარგი პირველი დიდგორები, თუმცა იმეებსაც შემდგომში ეს მოდერნიზაცია ჩაუტარდა სავალ ნაწილზე და მიეწოდა შეიარაღებულ ძალებს იც გემასურება 2021 წელი იყო მგონი. პირველი დიდი პარტია რო გადავეცით შეიარაღებულ ძალებს, JTEC-ში ჩატარდა ეს ცერემონია, რამდენიმე ათეული დიდგორი იდგა ერთად, მათ შორის სამედიცინოებით, საბრძოლოებით, მინიგანიანი დიდგორებით, ზოგადად დიდგორები რა. ხო, ეს პირველი მინიგანიანი დიდგორები რაც იყო ეს ჯავშან ტრანსპორტიორის კონფიგურაციაში იყო ასევე სადაზვერო კონფიგურაციები NSU-ით ეს ამებით ამსხვავებს ხალხი ხა ამიტომ ვიძახი კობრას რო წააგავდა გარდა ვიზუალურად ეს ორი ძირითადი მოდიფიკაცია მანამდე შეიარაღებულ ძალებს აქტიურად მიეწოდებოდა აი ამ დიდგორი ერთის ბაზაზე შექმნილი კავშირგაბმულობის მანქანა რომელიც საკმაოდ ბევრი ყავს უკვე ჩვენ ჯარს და ეს არის ერთ-ერთი თანამედროვე კავშირგაბმულობის მანქანა მსოფლიოში შემიძლია ვთქვა იმიტომ რომ შიგთავსი ჰარისის Falcon 2 და Falcon 3-ის სისტემები არის აღარ დაკონკრეტდები ხარ როგორ კონფიგურაციებში, მაგრამ ამ მანქანებს შეუძლია ჯარების სხვადასხვა სახეობისა და ჯარების ქსელური მართვა ერთიან
ერთიან სისტემაში ბატალიონების და ბრიგადების დონეზე. ანუ ბრიგადებიდან ქვემოთ, ანუ შენაერთიდან ყველაზე უფრო ქვედა დონემდე. ესე იგი და პირდაპირ ასე ვთქვათ, გამზადებული მანქანა არის, რომ აი თანამედროვე C4 აი ეს სიხუთებთან სიხუთის ტიპის სისტემებთან გაუკეთო. ანუ ჯარების კავშირის კონტროლის კავშირისა და მართვის ერთიანი სისტემები. Command Control and Communication C3 სიტყვა C2 C2PC გეცოდი. ხო, ნუ რაღაც ბეისიკები ვიცით და ხო, ესე იგი, ანუ რას ვიძახი ეს ჩვენი კავშირგაბმულობის მანქანა, ანუ ისეთი სტანდარტებით არის შექმნილი და ისეთი შიგ თავსი აქვს ტექნიკა რაც შეიმდგას, რომ ნებისმიერ თანამედროვე შეიარაღებულ ძალებს რო გადასცე, აი ამერიკის შეიარაღებულ ძალებს რო გადასცე, ყველაზე თანამედროვე, ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურს მეორე დღესვე უპრობლემოდ ჩართავს თავის ერთიან სისტემაში. ანუ მაგდონის ანუ ადაპტირებული არის თავიდან თქო და ნატოს მიზანი ეგ არის. კი, ნატოს სტანდარტის არის მთლიანად. მოთარგმნო დიდი გორის მოდიფიკაცია, რომელიც კავშირგაბმულობას ემსახურება, იმდენად მაგარი არის, რომ ნებისმიერ ნატოს წევრ სახელმწიფოს შეუძლია აიღოს და თავის ქსელში ჩადოს. კი და ამ დონის კავშირგაბმულობის მანქანა შემიძლია თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობას არ აქვს. და მაგარია. მე ვიცი რომ გამოფენებზე გაგქონდა და ანუ წარმოებაში კი არა, საერთოდ არ აქვს, ანუ წარმოებაში კი არა. საერთოდ ჩვენ ვაწარმოებთ. შეერაღებაში არ აქვს რა, შეერთებულ შტატებს და იმას აქვს. ოღონდ ეხა რა ხდება. მას შემდეგ ნუ ეს პირველი მოდიფიკაცია იყო დიდგორის, რომელიც გამოჩნდა 2014 წელს. ამ მანქანამაც მთელი რიგი მოდერნიზაციები გაიარა, სხვა ნიმუშები არის ესენიც, სხვა მოდიფიკაციები. შემდგომში უკვე პარალელურად გრძელდებოდა მუშაობა საბრძოლო ნიმუშების დახვეწისთვის. მუდმივ რეჟიმში მიდიოდა ტესტირება შეიარაღებულ ძალებში. აფეთქებითი ტესტებით ჩაუტარეთ, ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რატო არ აფეთქებთ დიდგორს რეალურად რა შეუძლიაო და გვაჩვენეთო. რა თქმა უნდა, ამის ვიდეოები ღიად არ დევს, თუმცა საკმაოდ კომპლექსური და ესეთი აფეთქდა? თუ გაგიჩა. კარგი შედეგები დადო ძალიან. საკმაოდ ესეთი სერიოზული აფეთქებითი ტესტებით ჩაუტარეთ. ეს არ არის ისეთი რაღაცა განსაკუთრებული ინფორმაცია. ყველა ასეთი ტიპის მანქანას წარმოებლები უტარებენ ასეთ ტესტირებასაც. რატომ მოყვა ეს? სული 360 გრადუსიანი ტესტირება სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალაზე, ანუ იმ ვაზნებზე, რომელმაც ვერ უნდა გახვიტოს მანქანა, ანუ მისი ჯავშანი და იმ ვაზნებზე გაიტესტა, რომელმაც უნდა გახვიტოს ასეთი ტიპის ჯავშანი და ამ ტიპის რა თქმა უნდა გახვიტა. ანუ 12 და 7-ზე ვიძახი ამ კატეგორიას, რომ ინფორმაცია მიგვიღო სიტყვაზე ამ გახვიტის მერე შიგნით რა დამატებით დამაზიანებელ დაზიანებას აძლევს ამ სხვადასხვა ელემენტებს, ხო? ესე იგი, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ბიძგი რა და მაინცირებელი მომენტი იყო საუდის არაბეთის ტენდერი. საუდის არაბეთის ეს ცნობილი ვიდეო, ეს არ შემიძლია გამოვტოვო, ხო? შემდეგაც ვაჩვენ. საუდის არაბეთის ესე იგი 2014 წელს საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა მან არის ცალკე სამედიცინო სარდლობა რა. ცალკე სარდლობის სახით ყავთ. ეგ იყო ის პერიოდი, როდესაც იემენთან ომი ჰქონდა და გამოაცხადეს დიდი ტენდერი რამდენიმე ასეული სამედიცინო საევაკუაციო მანქანის შესყიდვაზე. ზოგადად მაგ პერიოდში დიდი ტენდერები ცხადდებოდა მაქედან ათასობით სხვა საბრძოლო ტექნიკის შესყიდვაზე და იყო ის ნიშაც, რომელიც ჩვენს გვაინტერესებდა რა, ამ მსუბუქი ჯავშა მანქანების კუთხით. ხო და ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, გაკეთდა სპეც მოდიფიკაცია დიდგორის ბევრს ემახსოვრება დიდგორი ერთ-ერთი კონფიგურაცია იყო ყვითელ ფერებში, უდაბნოს ფერებში შეღებილი დაბალი მანქანა შედარებით სამედიცინო მანქანის მსგავსად მაღალი არ ყოფილა ორკაციანი ნაკვეთურით. ეს მანქანა გაუშვით საუდის არაბეთში სპეციალურად მომზადებული მძღოლ მექანიკოსით და ძალიან კომპლექსური ტესტირებები გაატარეს შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების დახმარებით საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ჯავშან ტექნიკის სპეციალისტებმა მოკლედ ჯავშან სატანკო ტექნიკის სპეციალისტების მიეტარდებოდა ესენი მათ შორის თაგორიან რელიეფზე, შორმანძილზე, მარშირება უდაბნოს რელიეფზე და მთელი რიგი სპეციფიკური ტესტირებები. დაახლოებით 15 მანქანა მონაწილეობდა 7 სხვადასხვა კომპანიის როგორც მახსოვს რა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 10-ზე მეტი მანქანა იყო, მოკლედ 15-მდე მანქანა იყო. მათ შორის ამერიკული მანქანები, ავსტრიული შტეიერიც იყო, გერმანული მანქანაც იყო, შერპაც იყო, ფრანგული, ამერიკიდან იყო მაგალითად მანქანები, რომელიც ასევე Ford 550-ის ბაზაზე არის შემუშავებული, ლენკო ბეარკეტი იყო მაგალითად, რომელიც ძალიან წარმატებული მანქანა არის ამ კატეგორიაში და მოხდა ისე, რომ ჩვენმა დიდგორმა ყველა საჯობა
და ბოლოს გავიდა დიდგორი და ლენკო ბეარკეტი ამერიკული მანქანა და ეს უკვე ბოლო ეტაპი იყო ან ერთი დარჩებოდა ან მეორე და ეს ამერიკული მანქანა რაღაც ორმოში ჩავარდა საიდანაც ვერ ამოვიდა და ეს ჩვენ დიდგორი ჩავიდა ჩაიბა და ამოათრია ეს მანქანა რა და დაწყობილი იყო რა თქმა უნდა გაიმარჯვა დიდგორმა ამ კატეგორიაში დიდგორით გამოგვიწერეთ დავაწყოთ გააზიარეთ თქვენს მაგრამ მე მოხდა ის ვიდეო რაც აი შეულებრივად ეგ ცოტა მე ხო და რაც შემდეგში უკვე ამ ტენდერში ტესტირებაში გამარჯვების შემდეგ რა თქმა უნდა გაფორმდა ხელშეკრულება მუდმივად ამ ხელშეკრულების ასე ვთქვათ დაზუსტებები მიდიოდა სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებში სამუშაო ჯგუფები აქედანაც იქიდანაც და აქვე ვიტყვეთ ერთ რაღაცას ანუ ამ მანქანის გაყიდვას და სხვა რაღაცების გაყიდვას საერთაშორისო ბაზარზე ისი დამსახურება ზოგადად ჩვენი სპეციფიკა ხო როგორ არის იცი იმ წლებში მორგებული იყო იმაზე რომ სხვადასხვა მყიდველის მხრიდან წამოყენებული სხვადასხვა კონფიგურაციის მოთხოვნებზე მორგებოდით რა არ გქონოდა რაღაცა ერთი კონკრეტული მანქანა რომელიც მოდიფიკაციები და ტექნიკური მონაცემები იქნებოდა მუდმივი და აი თუ გინდა იყიდე ცვალებოდი რა თქმა უნდა ანუ დაკვეთაზე ორიენტირებული ხო სამხედრო ტექნიკას ყიდის მხოლოდ ეგეთი კომპანიები დღესდღეობით ვინც მორგებული არის მწარმოებელზე და კონკრეტული ტანკის მაგალითად სპეც კონფიგურაცია შეუძლია მიყიდოს მაგალითად ეხლა პოლონეთი რო 1000 ერთეულამდე კაური პანტერას ყიდულობს კორეიდან ხო სამხრეთ კორეიდან სპეციალურად პოლონეთისთვის განკუთვნილი კონფიგურაცია შეიმუშავეს რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი უმეტესი ნაწილი უშუალოდ პოლონეთში ხდება მისი წარმოება და საკმაოდ განსხვავდება კორეის შეიარაღებაში არსებული პანტერებისგან. ეს მიდგომა არის რეალურად რომელიც გაძლევს საშუალებას რომ რაღაცეები გაყიდო საკმაოდ პრეტენზიულ ბაზარზე. და რა კომპონენტები არის გათვალისწინებული რელიეფი, შეიარაღება, სერვისი, ჯავშანი, შიგთავსი, დიდგორზე მეუბნები ხო? არა, პოლონეთზე თქვა მაგალითად კორეამ რაც. კი, ცეცხლის მართვის სისტემა რომელიც მაგალითად ამ კონკრეტულ ტანკებში სამხრეთ კორეას რომელიც ყავს სამხრეთ კორეული ცეცხლის მართვის სისტემით არის პოლონეთს რომელიც უნდა მიეწოდოს და იქ დამზადდეს მაგალითად ტოპაზის ტიპის ცეცხლის მართვის სისტემებით იქნება რომელიც აი ამ VB Electronics-ის მიერ არის შემუშავებული პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის ფონეტის ტიპის კავშირგაბმულობის სისტემები და ასე შემდეგ. ხო, დიდგორსო დაუბრუნდეთ. მოკლედ ამ ტენდერის შემდეგ რომელშიც გამარჯვება მოიპოვა დიდგორმა დაიწყო უკვე სასტელი ნიმუშის შემუშავება ამ სამედიცინო მანქანის პირველი რომელიც გაიტესტა და მის ბაზარზე შემუშავდა უკვე სერიული მანქანები და 2015 წლის ზამთარი იყო მახსოვს მაგრაყინავდა მაგარი ქარი იყო და მაგრაყინავდა პირველი პარტია რომ გავაგზავნეთ საუდის არაბეთში თვითმფრინავებით წავიდა მედევაკების 10-ზე მეტი მანქანა იყო და პირველი ნიმუშები და გაიგზავნა უშუალოდ და პირდაპირ მოხდა მაქსიმუმ ერთ თვეში მოხდა უკვე საბრძოლო მოქმედებებში რა ეკიპაჟების გადამზადება უკვე დაწყებული იყო მაგ პერიოდში ეხა არაფერი განსაკუთრებული არ წითელ მაგის ეკიპაჟს არ არის ეგ საბრძოლო კონფიგურაცია და პირდაპირ მოხდა საბრძოლო მოქმედებებში მათ შორის იემენში და საკმაოდ კარგი რევიუები ქონდა მათგან რეპორტები ძალიან კარგი რეპორტები მოდიოდა და მე მოხდა ის ცნობილი ჩასაფრება რაზეც თორნიკე საუბრობდა და თუ გინდა განვიხილოთ მოკლედ ახლა დიდი გამოხმაურება მოყვა. ამ გონია ვინმეს განხილვა ქონოდა ამ ვიდეოზე ესე? ხო, იმიტომ რომ ინფორმაციაც არ იქნებოდათ ახლა. ეგ მანქანა შემდეგში რა ჩირკი მოეწყო და მაგიტომ ცოტა გაბრაზებული. რეალურად მანდ მოხდა რა, შემდეგში ეგ მანქანა გამოთრეული იქნა საევაკუაციო მანქანის მიერ და შესწავლილიც იქნა რეალურად რა ჭირდა რა და მოხდა რა მოკლედ იყო მანდ გაბატონებული სიმაღლეები ორი მხრიდან რაღაცა ხეობასავით იყო და აი ამ წვერზე რა ზემოთ სიმაღლეებზე საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალებს ქონდა რაღაცა წინწაწეული საგუშაგოებივით ქონდათ მოწყობილი რა ძირითადად ძალები ცოტა მოშორებით იყო მან ცოტა ესეთი რელიეფი არის აი ხეობები არის და ავღანეთში ხარ ხო ნაყოფი აი დაახლოებით წაგავს ეგ ადგილი ავღანეთის რელიეფს ვიდეოს ლანდშაფტს ხო და აი ამ სიმაღლეებზე იერიში მიიტანეს აი ამ ჰუსიტების მოიერიში ჯგუფებმა ხო პირდაპირ სანგრებში ჩაუხდნენ ავტომატებით დახოცეს და აი გაბატონებულ სიმაღლეებზე პოზიციები იყო მოწყობილი როგორ თან ქონდა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ბრაუნინგები ქონდათ ანუ პრაქტიკულად ყველა ტიპის შეიარაღება იყო რაც სიტყვაზე აი 100-ის დონეზე შეიძლება ქონდეს რა ჯარში ქვედანაყოფს 12-დან ბრაუნინგები ქონდათ პოზიციებზე რამდენიმე ცალი და აქეთ ხარეს ორი საგუშაგო იყო მეორე მხარეს ერთი საგუშაგო და აკონტროლებდნენ ამ ხეობას მთლიანად რა ამ ხეობას და მეორე მხარეს ჩასაფრებაში მეორე მხარეს მოკლედ მოხდა რაღაცა რეიდის ოპერაცია მოხდა
და სწრაფი ჩასაფრება მოუწყეს, იმიტომ რომ როგორც კი დაიკავეს ამათ ეს პოზიციები, მაქსიმუმ ალბათ რაღაცა საათები არ იყო გასული, რომ გამოიარა ამ კოლონამ რა. ამათ რაღაცა ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია სავარაუდოდ რეალურად რა ხდებოდა იქ რა. ზემოთ ვის ჰქონდა პოზიციები დაკავებული, დიდი სიჩქარით მოდიოდნენ, წინ გარბოდა ერთი ჰამერი, დიდი სიჩქარით, რომელიც დაიდეწა მაგ ვიდეოში არ ჩანს, დაიმტვრა. მერე მოდიოდა მედევაკი, ამ წარმოედგინე მოდის კოლონა, მსუბუქი ჯავშან ტექნიკით, სულიად წარმოუდგენელი რაღაც არის, აი ორჯერული არის სამხედრო საქმეში, რომ კოლონა რომ მიდის ხეობაში, პირველ მანქანას რო ჰამერს უშვებს, მეორე მედევაკი არ უნდა. ხო, ნუ ცოტა უცნაური იყო, კი. ზურგში უნდა მოდიოდეს, სულ ბოლოს ჩამკეტად არ უნდა მოდიოდეს, მაგრამ სადღაც შუაში წავიდა რა. მერე მოდიოდა მედევაკი, მერე მოყვებოდა უკან საცეცხლო მხარდაჭერის მძიმე მანქანა, რომელიც საერთოდ არ უნდა იყოს მედევაკთან ახლოს. და მოყვნენ ჩასაფრებაში და როგორ ეხლა სანამ მაგ ადგილზე მივიდოდა, მანამდე მოკლედ 12-დან ბრაუნინგებით ესოდნენ და გვერდებზე არ ვიცი ქართულად რა ქვია იმ ადგილს, კრილოებს რო ეძახიან მანქანაზე რა. დახრეტილი ფრთები, ხო, დახრეტილი ქონდა მთლიანად, გიტარები მთლიანად დალეწილი იყო 12-დან ბრაუნინგის ტყვიები, მათ შორის ჯავშან გამტანებსაც ესოდნენ ალბათ. ამას უკვე ექსპერტის დასკვნით ჯავშან გამტანებს ადგილზე შესწავლის მანქანაზე ჩანდა ყველაფერი და არის ვიდეოები, სადაც ჩანს რომ ბრაუნინგს ესვრიან ზემოდან. იმას M240-ებს და პეკებიც ჰქონდათ, მაგრამ შეღებს პეკას ესოდნენ ზემოდან. მანქანის სავალ ნაწილზე იყო ძირითადად ეს ტყვიები მოხვედრილი და იქ განსაკუთრებით ის გიტარას ეტყობოდა 12-დან მოხვედრის კვალი, ძრავშიც იყო ტყვიები მოხვედრილი და ყუმბარყურცნიც ესროლეს, მაგრამ ეს ცოტა უფრო ბოლოსკენ. ეგ საერთოდ არ არის. კი არა, რომ რაღაცა შირქიმოასოს კი არა, გმერი ყოფილა დიდგორი. უდიდგორია. საერთოდ არის ეგ კატეგორიის მანქანა, რომელსაც მაგდენი უნდა ესროლო, თან მაგ კალიბრი შეერღება. სწორი მიმართულება უნდა მივცით ამ ვიდეოს, რომ ეს რაღაც გიტარები, გიტარის თვითონ ეს სავალი ნაწილის დაკიდების სისტემა წინა მარცხენა მხარეს. მარჯვენა მხარესაც და მარცხენა მხარესაც და უკან ერთ-ერთი იყო ძალიან სერიოზულად იყო დაზიანებული, დალეწილი იყო პრაქტიკულად, მაგრამ რეკლამაა ფაქტიურად. მიდიოდა, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი სავალი ნაწილი აქვს. ამას არ აქვს ინდივიდუალური დაკიდება, ჩვეულებრივი სტანდარტული ესეთი ისინი აქვს, ღერძებზე არის და ვინც რეალურად იცოდა ეგ თემა და ვინც მე გაიგო ეს ყველაფერი, ხო, რეალურად რეკლამა იყო ეგ მანქანის, იმიტომ რომ მოხდა რა ამ დაზიანებული ბორბლები და იმით ამ ძღოლ მექანიკოსის შეცდომას დაემატა მან, მიადგა გაზს და ძალიან დიდი სიჩქარით ჩავარდა ორმოში და ორმოში ჩავარდა თუ არა, მუხრუც დააჭირა. და ორმოში ჩავარდნის შემდეგ მუხრუჭი იქნა მანქანას დაჭერილი და თავისთავად ვერ ამოვიდოდა მანქანა ამ ორმოდან და ეს წონა დააწვა ამას და ეს დაზიანებული გიტარა ჩატეხა სავალი ნაწილი და მე ეგრევე დაეჯახა ეს ისა რა ქვია უკანა მხრიდან დაეჯახა ეს ბოლოს მეხი დაეცა და ლამისა გასკდა და ჩავა. ეგ არა, მაგრამ ეს ოსტონიანი ჯავშან მანქანა და ეს გაჩერებულ მანქანაზე მე ორი ცალი ყუმბარყოცნი ესოლეს ეს M79 ოსა არის ეს ამ დიდგორზე ქონდათ სწორება. სერბული ყუმბარყოცნი ესროლეს მოკლედ და ამ ყუმბარყოცმას კი გახრიტა, მაგრამ ხანძარი არ გაჩენილა მანქანაში და მეტი რა. მე მგონი ვიღაც რომელიც ჩვენ მეზობელს ეწყინა რომ გავყიდეთ და ისინი ესროდნენ დიდგორზე. ხო, ძალიან ისეთი ბევრმა ძალიან ისეთი ანტირეკლამაზე ეცადნენ რომ რაღაც ძალიან შავი საეგონებინათ პიარი და ის, მაგრამ რეალურად მან რეპორტები რო დაიწერა მე რომელიც მოგვეწოდა რეპორტებში ეწერა ყველაფერი რეალურად ძალიან კარგი შეფასება ჰქონდა მანქანას. შიგნით მე ამ მანქანის პროპაგანდის მსხვერპლი ვიყავით, გიგას განმარტება რა მოხდა და როგორ და ბოლოს მოხდა რა, ვერც კარებებს აღებდნენ და წმენდაზე შემივიდა ჯგუფი, რომელიც იარაღს აგროვებდა, ვინც ეს ჩასაფრება მოაწყო და ეს მანქანა საერთოდ რომ ვერ გააღის და ეკიპაჟი შიგნით იყო კიდე რაღაცა და ამ ეკიპაჟს რაღაცა შეეშალა, ესენი წასულები ეგონა თუ რაღაც და კარები გააღეს რა შიგნიდან და ამათმა ლიმონკა შეუგდეს რა და შემდეგში გაუჩნდა ხანძარი ამ ლიმონკით და ნახევარი დაიწვა მანქანის, მაგრამ ჩვენ ნაწილი რაც იყო ნახევარი დაიწვა, მაგრამ დიდგორია, ნამდვილი სახელი ჩვენი ნაწილი რაც იყო ეს ჯავშნის ნაწილი პრაქტიკულად შემოწმებული ძალიან დეტალურად იქნა დათვალიერებული და პრაქტიკულად არ იყო გატარებული 762 მმ-იანი ტყვიები არც ერთი მოხვედრილები. კაი, გადავიდეთ სხვა მე ვიცი რომ რაღაც საარტილერიო დანადგარებზეც იყო მუშაობა და ინდივიდუალური. კი, მოდი აი აქვე ძალიან ესეთი მე მგონი გვაქვს მაგისი დრო ორი წუთით დავამატებ. მაგმანქანის გარდა რა თქმა უნდა მიდიოდა უკვე საბრძოლო მანქანების მოდიფიცირებაზე მუშაობა და აი ამ მედევაკიდან მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით სავალი ნაწილის მოდერნიზაციის კუთხით და ზოგადად ეს ზემოდან კაფსულა რაც ადგას მაგ კაფსულის წარმოების კუთხით მიღებული გამოცდილება უკვე გამოდგა საბრძოლო კონფიგურაციების შემუშავებაზე
და 2018 წელს იქნა დაპროექტებული და გამოშვებული თვისობრივად ახალი კონფიგურაციის დიდგორი მეომარი, რომელსაც ჰქონდა დასავლური მიდგომებით გათანაწყობა, ანუ უკანა მოდულური ნაწილი. ეს მეომარი უკვე იყო 4-კარებიანი ძველი დიდგორებისგან განსხვავებით, რომელიც ორი კარი ჰქონდა. ეს იყო 4-კარიანი მანქანა, წინა ესეთი ეკიპაჟის ნაკვეთური და უკანა ნაკვეთური, რომელიც მოხსნადი იყო და გადაწყობადი. ესე იგი, მეომარი კონფიგურაციით დაახლოებით შეგვიძლია შევადაროთ LMW რაც არის Iveco-ი, ან ეს ამერიკული ოშკოშის, უბრალოდ ოშკოშის JLTV M-Rapier და ზომაში დიდი არის და მაღალი არის, მაგრამ კონფიგურაცია გათანაწყობა დაახლოებით მსგავსი, აქ უკანა ნაწილი მოდულურია. შეგვიძლია ეს გააკეთო პიკაპი, შეგვიძლია გააკეთოს სპეცდანიშნულების კონფიგურაცია, შეგვიძლია ტანკსაწინააღმდეგო სისტემა დაუყენო, შეგვიძლია რაღაცა რადიოქიმიური დაზვერვის მოდული დაუყენო. ტრანსფორმერია, ხო? გადაწყობადი არის მოდულურად და პლუს ამას შეიცვალა სავალი ნაწილის უკანა მხარე შეიცვალა და ცვლადი კლირენსის ფუნქცია დაემატა და რატო? ამ მანქანაზე თავიდანვე იყო გათვლილი, რაც გაკეთებულიც არის 120 მმ-იანი ნაღვსატყორცნის ინტეგრირება და მივიღეთ ძალიან პატარა მობილური თვითმოვალი 120 მმ-იანი ნაღვსატყორცნი, გადმოსადგმელი 120 მმ-იანი ნაღვსატყორცნით, რომელიც რამდენიმე კონფიგურაციაში არის უკვე შემუშავებული. ექსპორტზეც გავიტანეთ იორდანიაში, ღია ინფორმაცია არის. შემიძლია გითხრა. დიდგორის მასიური წარმოება გრძელდება. გრძელდება. შეიარაღებული ძალებისთვისაც და ჩვენ თავდაცვის ძალებისთვისაც და ექსპორტის მიმართულებითაც. თავდაცვის ძალების გარდა სხვა უკანაყოფები? დიდგორის სხვას არ ყავს. საჭირო არის თუ არა მაგალითად ტანკ-ტერორისტებისთვის? იდეაში თუ იქნება სურვილი გაკეთებადი არის რაღაცა სპეცპოლიციური მოდიფიკაცია. და დაყავთ მათ. შინაგან საქმეთა მინისტროს კობრები ყავს როგორც და ვულფები, ხო? კობრები და ვულფები, ხო. და რამდენიმე ერთეული ZPT-ის დაჯავშული Land Rover-ი რო არის თურქული რა. კობრები ახლა სულიად საკმარისია. ხო, ჩვენი გამოვიყანოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანამ კობრები იქნება და ასე თუ ისე კმეთუნარიანია, პრობლემა არ არის და კი, კაი მანქანა არის კობრა საკმაოდ და პოლიციისთვის კი და მე ახლა დიდგორიც მანამდე კიდე უფრო განვითარდება. დიდგორი მოკლედ პერსპექტივა ძალიან დიდი აქვს და ესეთი ტიპის ჯავშან მანქანები ზოგადად არის ძალიან ესეთი სერიოზული სახარჯი მასალა თანამედროვეობაში რა. ახლა უკრაინა-რუსეთის ომში ვინც ადევებს თორყურს, ყველა ხედავს რომ ესეთი ტიპის მანქანები ბევრი ნადგურდება, მაგრამ ძალიან ბევრი პირადი შემადგენლობის სიცოცხლესაც ინარჩუნებენ. ანუ ესეთი მანქანები თუ არ იქნება შენ ტიპიურ სტანდარტულ ჯავშან ტრანსპორტიორებში და KSM-ებში არსებულ დეფიციტს, რომელიც ყველა დიდ არმიაში არის, ვერ შეავსებ და მოგიწევს რომ ქვეითებმა მუდმივად იარონ რაღაცა პიკაპები და ეგეთი მანქანები, სადაც ბევრად უფრო მარტივად განადგურებადი არის რა, ცოცხალი ძალა. ამიტომ ესეთი ტიპის საპატრულო კონფიგურაციის სპეცდანიშნულების ან რაღაცა მსუბუქი ჯავშან ტრანსპორტიორის კონფიგურაციაში დიდგორის მსგავსი მანქანების როლი ყოველთვის არის. პლუს ის ათეულობით სხვა მოდიფიკაცია, რომელიც შეიძლება უფრო ზურგის მანქანებში იქნას გამოყენებული რა. და გადავიდეთ დანარჩენზე. რაღაც არტილერიის წლებაც იყო, კიდე რაღაცა შევაჯამოთ ბოლოსკენ და ვაიმ ძირითადი ნიმუშების გარდა კიდე არის ათეულობით სხვადასხვა პროდუქტი და ნიმუშები, არის რაღაც გარკვეული ტიპის სისტემები, რომელიც დღემდე პროტოტიპების დონეზე არის შემორჩენილი, მაგრამ დაეხმარა სხვა რაღაცების განვითარებაში. ესე იგი, გასული წლების განმავლობაში 2014 წლიდან 2020 წლამდე განსაკუთრებით მედიოდა მაგალითად აქტიური მუშაობა უპილოტო ვერტფრენის შექმნაზე, უშუალოდ მეც ვიყავი მაგაში ჩართული, ოღონდ შეიარაღების მიმართულებით. რა უნდა გააკეთებინა? ტანკსაწინააღმდეგო კონფიგურაცია უნდა ყოფილიყო, რომელიც ტანკებზე უნდა ენადირო პოტენციური მოწინააღმდეგის დაჯავშნულ მიზნებზე. პროტოტიპი შეიქმნა 5-8 კილომეტრი მანძილებიდან მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. ხო, პროტოტიპიც იყო ნაჩვენები, ფართო საზოგადოებამ ნახა ეგ და იქ იყო ბანერებიც, შესაბამისი, იქ ყველაფერი იყო ნაჩვენები რა ტიპის ის იყო ვერტფრენები. ნუ რეალურად უპილოტო ვერტფრენები ცოტა ესეთი ვიწრო მიმართულება არის უპილოტო საფრენ აპარატებში და აქვს გარკვეული პერსპექტივები და იმედი მაქვს რომ შემდეგ წლებშიც გაგრძელდება ამ მიმართულებაზე და ახალი პროექტებიც იქნება და ახალი ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლის შთაბერვა რომ მოხდება ამ მიმართულებაზე, ეს მთელი რიგი ჩამკვდარი პროექტებიც გაცოცხლდება და გაგრძელდება. დიდგორის გარდა არის რამე სხვა რაც თქვა სერიულ წარმოებაში წავიდა? კი, ესე იგი, სერიულ წარმოებაში რაც წავიდა,
ჯერ კიდევ მოყოლებული 2011 წლიდან ნაღმსat ყორცნები და ყუმბალად ყორცნები, რომელიც ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის პერიოდიდან აქვს და იყენებდა ჩვენთან წარმოებული RPG-შვიდები მაგალითად. ეს უპრობლემო შეიძლება ამის წარმოება ნებისმიერ რაოდენობით. ეს ანუ ჩვენი არ არის, ხო ასე? ჩვენ საბჭოურია, მაგრამ ჩვენთან არის დამზადებული. ეხლა ამაზე ლიცენზიის უფლება რუსეთს არ აქვს. სხვადასხვა კალიბრის ნაღმსat ყორცნები, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაიხვეწა, მათ შორის მის ინტეგრაცია მოხდა დიდ გორზე, როგორც წეან ვილაპარაკე, დაწყებული 60 მმ-დან მოკლელულიანი 60 მმ-იანი, ბოლო წლებში შემუშავდა შეიქმნა გრძელულიანი 60 მმ-იანი 1 მეტრიანი ლულით, რომელსაც გაზრდილი მაჩვენებლები აქვს სოლის მანძილის და სიმძლავრის ზოგადად. სხვა კატეგორიის ახალი ტიპის ჭურვების სრულად შეუძლია 82 მმ-იანი საბჭოთა კალიბრის ნაღმსat ყორცნი 120 მმ-იანი თავისთავად ეს 120 მმ-იანი უფრო ესეთია ყველანაირი ტიპის ნაღმის სრულად შეუძლია დასავლურისაც საბჭოურისაც და ბოლო წლებში შეიქმნა ასევე 91 მმ-იანი ნატოს სტანდარტის ნაღმსat ყორცნებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ 91 მმ-იანი ნაღმსat ყორცნი საბრძოლო თვისებებით ბევრად ჯობია 82-იან, საბჭოთა 82-იანს, რომელსაც დაახლოებით 10 ჯერ უფრო მცირე ნაღმების ნომენკლატურა აქვს. ეს გრადის მაგვარიც ხო, გრადის მაგვარი რაც გახსოვს ეს RS-122, ეს იყო უკრაინული კრაზის ბაზაზე დაყენებული BM-21 ზაფხულ-ცეცხლის რეაქტიული სისტემა BM-21-ის პაკეტი, სავალი ნაწილი ანუ ეკიპაჟის განთავსების ადგილი შეიჯავშნა და ამ მანქანის გარკვეული მოდერნიზაციაზე წლების განმავლობაში მიდიოდა სხვადასხვა საინტერესო სამუშაოების სერიაში, ეხლა ეს რაღაც დიდ სერიაში არ წასულა, რამდენიმე მანქანა არის დამზადებული. და ანუ გრადის ქართულ კონფიგურაციას წარმოადგენს, ეხლა BM-21 ფართოდ გავრცელებული მანქანაა, ათობით ქვეყანა აწყობდა ასეთ მანქანებს და ნუ საინტერესო ნიმუში იყო, თუმცა რაღაცა განსაკუთრებით თანამედროვე არ არის და თანამედროვე მიდგომი ცოტა სხვანაირი არის. შემდგომ წლებში თუ სიტყვაზე ამ მიმართულებით იმუშავებს საქართველოს, უფრო მულტიკალიბრულ მოდულურ სისტემებზე უნდა მოხდეს მუშაობა, როგორც სიტყვაზე არის ებრაული ლინქსი, პულსი, იგივე T122, T300 თურქული და ასე შემდეგ. არტილერიის კუთხით ეს ავიდეთ და რისით მათ გინდა. ხო, სერიაში არის განსაკუთრებით დიდ სერიაში რაც არის წასული, ხო, ყველაზე ესეთი დიდი რაოდენობით რაც იქნა წარმოებული. ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, რომელთაც მარაგდება ჩვენი შეიარაღებული ძალები 2015 წლიდან 2014-მდეც იყო გარკვეული 2014-ში იყო რაღაც გარკვეული მცირე რაოდენობა, მაგრამ უფრო 2015 წლიდან წავიდა დიდ სერიებში სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანჟილეტები, რომელიც თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის ძალებს დღეს უკვე მიეწოდებოდა და მიეწოდება, იყო სხვადასხვა ნიმუშები, როგორც კლასიკური საარმიო სრული პროფილის ჯავშანჟილეტები, განსაკუთრებით ეს ავღანეთის ISAF-ი როცა მიდიოდა მაგ პერიოდში, ჩაფხუტები, როგორც ACH-ის კონფიგურაცია, ასევე ფასტის კონფიგურაცია, ჩვენს სპეცდანიშნულების ძალებსაც, ჩვენს ბრიგადების პირად შემადგენლობასაც 100%-ით ახურია ქართული წარმოების ჩაფხუტები. ეგეთი კაია, როგორც ეს არ ვიფარებ. კარგი არის, ესე იგი, ბოლო წლებში უკვე ბოლო 3 წელია პირადად მე ვმუშაობდი ამაზე და ჩემს მიერ შემუშავებული ჩემი კონსტრუქციის ჯავშანჟილეტის და საბრძოლო ქამრის ერთიანი განტვირთვის სისტემა დაახლოებით წააგავს ეს ბრიტანულ სისტემას. სამხრეთ საქამრე სისტემის ესე იგი ქამარი, იოკი და ფილის მატარებელი plate carrier-ებს ეძახიან. მოხდა ამის შემუშავება, დამტკიცება და შეიარაღებული ძალებისთვის წარმოების დაწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქციული აგებულების კუთხით დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე აგებულების ჯავშანჟილეტს და განტვირთვის სისტემას იყენებს, რომლის ხარისხიც ეტაპობრივად რა თქმა უნდა გაუმჯობესდება წლების განმავლობაში. იმედია, რომ გაუმჯობესდება. იმედია, ხო, რა თქმა უნდა. მე აღარ ვარ ჩართული მაგ სფეროში, ამ მიმართულებით აღარ ვარ მაგ სფეროში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება შემდგომ წლებში. თავარი არის რა, ანუ სპეციალისტები ჯერ კიდევ არიან, ახალ თაობაშიც, ახალგაზრდებშიც არის ხალხი, ვინც ამ ყველაფრით არის დაინტერესებული, უბრალოდ საჭირო არის საერთო სახელმწიფოს დონეზე, გლობალურ დონეზე რო ვილაპარაკოთ, სტრატეგიულ დონეზე რო ვილაპარაკოთ, სახელმწიფო რეალურად იყოს დაინტერესებული სამხედრო მრეწველობის სერიოზული განვითარებით და არა რაღაცების ნახევრად კუსტარული კეთებით ან რაღაც ზერელე კეთებით და ის ხალხი, ვისაც ამ ყველაფრის კეთება შეუძლია და ამ ყველაფრით არის დაინტერესებული, იყოს თავმოყრილი და აკეთებდეს ამ ყველაფერს ერთად და ამ რაღაცებს არ აკეთებდეს ის ხალხი, რომელსაც არანაირი ცოდნა არ გააჩნია სიტყვაზე ამ კონკრეტულ სფეროში რა.
მიღებულია მესიჯი. მოკლედ მადლობა რომ იმედი არის რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა რომ გიყურეთ. თუკი არ გამიგიწერიათ არხი აქამდე, ეხლა გამოიწერეთ და ლაიქით ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქვე დაგიანონსებთ, რომ გიგასთან ამითი არ მოვიწურებით. შემდეგ ან მოკლედ უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ეპიზოდში შემოგთავაზეთ, სადაც უკვე ვლაპარაკებთ დღეს საქართველოს შეერაღებულ თავდაცვის ძალებში არსებულ შეიარაღებაზე, სად გვაქვს დეფიციტი, სად კარგად ვართ, რა იქნებოდა უკეთესი, რა გვაქვს, რა არ გვაქვს, რა გვაკლია. ამაზე ვისაუბრებთ. სახელმწიფო საიდუმლოებას არ გავთქვამთ, რა თქმა უნდა, საჯარო სივრცეში. აქაც ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ყველაფერი საჯარო ინფორმაციიდან გამომდინარე, ზოგადი ანალიზი. კითხვები დასვით, თუ იმეს გაინტერესებთ, კონკრეტულ კითხვებს დავამუშავეთ და შემდეგ იპასუხებთ. კარგი იქნება თუ შემდეგშიც გავაგზავნებთ, იმიტომ რომ ამოვწურავთ საბოლოოდ ამ თემას. საბოლოოდ ალბათ ვერ, მაგრამ ძირითად ნაწილს. საქართველოს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგრეთ. ხო, ასევე ქართულ წარმოებაზე თუ რამე კითხვები დაგჭათ, დაწერეთ კომენტარებში და შემდეგ უკვე გაგცეთ პასუხს და ასევე საომოლო თემაც ეგ იქნება საქართველოს შეერაღებული ძალების შეარსებული მდგომარეობა და აქა თავდაცვის ძალებში. კი ვიცი, მიახლოებით რა კითხვები იქნება, ვიცი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში უპასუხოთ. მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.